ჰქონოდათ გამორჩეული და ასე შემდეგ და აივანი იყო რაღაცა ესეთი ძველი ბათუმისთვის დამახასიათებელი და სწორედ ესეთი ძალიან ლამაზი აივანი იპოვა ერთი ასეთი გაფორმებული ყვავილებით მდიდარი ლინდა მესხიძემ და ამაზე სიუჟეტი მოგვიმზადა რომელსაც ჩვენი მაყურებელი ნახავს და ჩვენი მსმენელი მოისმენს ახლა ჩვენს ეთერში. სცენარებს ადამიანები როგორც ცოცხალ არსებებს ისე უვლიან, ესაუბრებიან, ეფერებიან და უფრთხილდებიან. ბათუმში ჭავჭავაძეს 4 ნომერში მე-6 სართულზე ყვავილებით სავსე აივანს ნებისმიერი გამვლელი მარტივად შეამჩნევს. ეს ნათელა მახარაძის აივანია. მან 20 წლის ასაკში შეიძინა პირველი ქოთნის ყვავილი ია, რომლის გახარებამაც სხვადასხვა სახეობის ყვავილის შეძენის სურვილი გაუჩინა. შემდეგ მეუღლეს თხოვა, რომ აივანი ყვავილებით მოეწყო, არც დააყოვნეს და უსაფრთხოების ნორმების დაცვით ერთი შეხედვით ვიწრო და პატარა აივანზე ყვავილები პროპორციულად განათავსეს. დიდი დრო მიდის დილის უთენია რომ დგები 8 საათზე გავდივარ ბალკონზე და ისეთი სიამოვნება ვნახულობ ამ ყვავილებს უყურებ ხო ძალიან დიდი დრო მიდის ყვავილებს სანამ მორწყავს სანამ რაცხა ფოტოლი რაცხა არ მოუწევს სანამ რაცხა ივიღებ ბევრი დრო მიდის 2 საათი დილიდან მიდის სანამ ყველაფერი მორწყავ და გადავხედა ყვავილებს ეს 2 საათი მჭირდება потому что დიდი აივანია ძალიან სცენარეებზე ადამიანებისგან ყურადღებობა ცუდად მოქმედებს და შესაბამისად მათ მოვლას დიდი დრო სჭირდება. მაშინ როცა სცენარეების მოვლას იწყებს დადებითი ემოციებით ივსება, პოზიტიურ განწყობაზე დგება და მეგობრებთან ერთად ყავის დალებაც ორმაგად სასიამოვნო ხდება. ნათელა მახარაძის აივანზე ძირითადად ისეთი სცენარეებია, რომელიც წვიმასა და გარს მარტივად იტანს. ეს პელაგონიები არის ეს პელაგონია ძალიან ლამაზი ყვავილი საერთოდ არც იმას არ ეშინია არც არ ეშინია არც თოვლის არც არაფერი არც ქარს არ ეშინია და კარგად ყვავის და ყველანაირად ეს ულამაზესი ყვავილი ეს არის კალანხოე ეს არის კალანხოე პატარა этот გალანსკი ჯიშისა ეს თეთრი და ვარდისფერები ეს ვარდები ეს მე თვითონ ვარ დაბადებული ნოემბერში და ჩემი ყვავილი არის სტრელიცია потому что თვითონ დაბადებული ვარ ნოემბერში ზოდიაკური ზნაკი არის სტრელец და ეს ჩემი ყვავილი არის და вот ნათელა მახარაძესთან მისულ სტუმარს აივანზე 60 დახვდება. დიახ, როგორც თვითონ ამბობს, ის უკვე 3 წელია 60-ში ცხოვრობს. ადამიანისა და მცენარის ურთიერთობასაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. ერთხელ წევედი თბილისში და დავტია მცენარე და რომ ჩამოვედი და ვტიროდი რომ რაღაცა მოწყინილები იყოთ ადამიანურად არის მცენარე რაფერს ადამიანი ისე არის მცენარე თუ ადამიანს ესმის ეს მცენარის რაღაცა ხო ასე რომ დევიცე ლაპარაკი და რაღაცა მოვეფერი რაღაცა გამოცოცხლე მცენარე ნათელა მახარაძემ ახალგაზრდობის ოცნება აიხდინა და დღეს ყველასთვის მარტივად შესამჩნევი, ფერადი და ლამაზი აივანი აქვს.